ეს დაავადება არის პროგრესირებადი. ამიტომ ხვალ რა მოხდება არავინ არ იცის. ამიტომ მშობლები იმ დონეზე ვართ მისული მე რომ რა ღონისძიება ჩავატაროთ რომ ამის ბავშვები გადავარჩინოთ. მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრის შეხვედრას. ვნახოთ რას გვეტყვის, ან დადებითი გვითხრას, ან უარყოფითი. პირდაპირაც რო გვითხრას რომ უკვე არაფერი გვეშველება და შეეგუეთ. შეიძლება მივიღოთ ესეც, ხო შეიძლება ესეც მივიღოთ, მაგრამ არ მოდიან ამაზე. არ ხდებია. მინისტრ ხდებოით ხოლმე, მაგრამ მინისტრ არაფერი არ ძალუცთ. ის ვერ წვეთს ამ ამბავს. მინისტრი უმოქმედოა საერთოდ. არაფერი არ გაუგეთებია ჩვენთვის. ისიც არ უთქვამს. ანგარიშით რო გამოვიდა ეს მინისტრი ბებო, ისიც არ უთქვამს. ყველა დაავადება მიმოიხილა და დიუშენი დაავადებული ბავშვები არ ხსენებია. რატომ არ ხსენებია? ეს ბავშვები გადასახლებები არიან, სასიკვდილოები არიან. იქაც ხო გქონდა ისე ვიყავით კაცოს. კი ვიყავით, მაგრამ არაფერს არ ამბობენ. თავის ანგარიშში ჯანდაცვის მინისტრმა კიდევ მეორე როცა ანგარიში ჩაატარა, რა გაკეთდა, ვის რას დაეხმარა რამე, დიუშენი დაავადებული ბავშვები მე წავიკითხე, საერთოდ არ არის ხსენებული. რატო? როცა წელიწად ნახევარია ვიცი ჩვენ ეს ბავშვები არიან ასე დაავადებულები და დღითი დღე გვაკლდება და ემატება ახალი. როგორ მოვიქცეთ აბა? გავჩერდეთ? ხალხს მივმართავ მე. ხალხმაც უნდა მიიტანონ გულთამდე. დღეს ჩვენ ვართ ამ დღეში, მაგრამ არავინ იცის. ხვალ ვისი შვილი დაემართება ეს დაავადება. იმიტომ რომ ეს ხო ღმერთის ნება არის. ღმერთის ზევიდან გამოჩერებია და რატომ არ ეშინიათ რომ ღმერთი მათაც გაუჩენს ასეთ ბავშვებს. ჩვენ მარტო ამათ საქმეს კი არ ვაკეთებთ ახლა. მომავლის საქმეს ვაკეთებთ. იმიტომ რომ თუ წამალი გამოვა მე რო აღარ ვიქნები და ეს 100 წლის მერე აღარ იქნება უკვე საქმე გაკეთებულია. წამალი გამოსულია, დამთავრებული საკითხია, აღარ ჩხუბი იქნება, აღარც მიტინგები იქნება და არაფერი. ამას ვითხოვთ ჩვენ. ამ დაავადების უნარი არის ბავშვი. ის ბებორო 6 წლიდან, ზოგჯერ 5 წლიდანაც იწყება ეს დაავადება კუნთების მოდუნებით. ბავშვი კიბეებზე ვეღარ არის. აქედან იწყება. და უნდა მიხვდე მე რომ საკონტროლო არ და ამიტომ აუცილებელია ჩვენც მე ამას მივაქციეთ ყურადღება და გერმანიაში გავაგზავნეთ. აქ არ იყო მაგის გამოკვლევები, გერმანიაში გავაგზავნეთ. გერმანიიდან მოვიდა პასუხი რომ ეს არის დაავადება დიუშენი. რომელიც გამოიკვლია და დაადგინა ამ პიროვნებამ დიუშენმა და მის სახელი ეწოდა კიდევ აქ. რომელიც კუნთებს ადუნებს. კუნთები იწყება ქვემოკიდურებიდან, მოდის თანდათანობით ზევით და პროგრესირებადი არის იმიტომ რომ გულთან რომ მივა ღმერთო დაგვიფარე, ღმერთო გვიშველე. ამინ, შენი მე და თვართ ღმერთო.